ტრადიცია არის, რომ ამ დღეს ყოველთვის თქვენს გვერდით ვიყოთ, უკვე მეორე წელია. ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყოველთვის ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას. გილოცავთ რუსთავ ბატონ პაატა ხიზანაშვილს. ასევე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დავიწყოთ მათი ჩამონათვალი. კი ბატონო, მე სიამოვნებით და სიგელი ეს არის საპატიო მოქალაქის სიგელი, მე ორი სიტყვით ეს საპატიო ჯილდო ნამდვილად და კიდევ ჩათვალა მართლაც ნამდვილ ღვაწლში ადამიანთან. ის გახავთ ღირსეული ვაჟკაცი, საყვარელი მამა, ბაბუა და დიდი ბაბუა და რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება. მოусმინოთ და შესაბამისად აპლოდისმენტებით მივესალმოთ. ლევანდელ წელს გადაწყდა რომ 10 საპატიო მოქალაქე იქნებოდა, აირჩა ღირსეული ადამიანები თავიანთი სფეროების მიხედვით, კარგი მშენებელი, კარგი ექიმი, კარგი ტრaumatოლოგი, კარგი დირექტორი, კარგი მასწავლებელი, ჩვენ დავაჯილდოვეთ ადამიანი, რომელიც ცნობილია იმით, რომ მთელი მე მგონი ყველა რუსთაველის, ანუ მაგნიტოფონი და ტელეფონი, ტელევიზორი გაკეთებული აქვს. ვარ მწერალი, ვარ ჟურნალისტი. საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი მაშინ მეოთხედი საუკუნე ვიხსოვდი. ასე რომ ჩემი ქალაქის წინაშე მაქვს საკმაოდ დიდი დამსახურება და ალბათ მეკუთვნოდა ეს დამსახურება.